ისლამი არ არის რელიგია. მას აქვს რელიგია. გაოცებული ვარ. ისლამი მხოლოდ რელიგია არ არის. ეს არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც ცდილობს დაიფროს მსოფლიო და ამას აკეთებს რელიგიის საფარქვეშ. ეს არის დენი ბურმავის გენიალური სიტყვები, რომელიც ბოლოს ჯერემი ბორინგის პოდკასტში გამოჩნდა. სადაც მან ძალიან მაგარი ახსნა გააკეთა, კალამბურს არ გულისხმობ, თუ რას ცდილობს ისლამი, რას ცდილობენ ეს ისლამისტები ამერიკასა და კანადაში. და თქვენ უნდა ნახოთ ეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ რა ხდება. მოგესალმებით Pushback-ში. დააჭირეთ გამოწერის ღილაკს, გააზიარეთ ეს ვიდეო, გააკეთეთ თქვენი საქმე. წინ სასიამოვნო რამგელით. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ტრადიცია ამ ქვეყანაში, რომ სახელმწიფო არ ერევა რელიგიური თეოლოგიის კრიტიკაში. ეს არის პრობლემა. თქვენ ფიქრობთ, რომ ისლამი არის რელიგია. ისლამს აქვს რელიგია. წარმოიდგინეთ ეს როგორც თქვენი სახლი. მას აქვს სამზარეულო, მაგრამ თქვენი სახლი არ არის სამზარეულო. ისლამს აქვს რელიგია. ის არ არის რელიგია. შეუძლია თუ არა ისლამს თანაარსებობა ესეთ სისტემაში, სადაც კონსენსუსი განსაზღვრავს ქვეყნის კანონებს. პასუხი არის არა, რადგან ისლამი არ იღებს კრიტიკას. სადაც კი ისლამს აქვს უპირატესობა, არავის შეუძლია გააკრიტიკოს ისლამი. თუ ვინმე ამას გააკეთებს, მას მაშინვე კლავენ ან აპატიმრებენ. სადაც ისლამს არ აქვს უპირატესობა, მაგალითად დასავლეთში, რა ხდება? ისინი ცდილობენ ღვთისმგმობელობის კანონები სხვადასხვა გზით გაატარონ. ერთ-ერთი ასეთი გზა თვითცენზურა. ისინი იყენებენ თქვენს სიკეთესა და ტოლერანტობას, რათა დაგაძალონ, რომ ისლამი არ გააკრიტიკოთ. მაგრამ როგორც კი უპირატესობას მოიპოვებენ, თქვენც ისეთივე მოპყრობას მიიღებთ, როგორიც სალმან რუშდის. თქვენ მიიღებთ ისეთივე მოპყრობას, როგორიც იმ ადამიანებს, ვისაც მუხამედი ბრძანებით მაშინვე ამოხოცეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მან გააკრიტიკეს. და ეს არის ის, რაც დღეს ხდება ეგვიპტეში, პაკისტანში, თუ ქრისტიანს ბრალს დებენ ღვთისმგმობაში, მუჰამედის კრიტიკაში. ისინი მხოლოდ მის სახლს არ წვავენ და არ აძევებენ სოფლიდან ან რაც არ უნდა იყოს, არამედ ართმევენ მათ მიწებს, ბიზნესებს. მაგრამ როცა უპირატესობა არ აქვთ, ამბობენ, ჩვენ უბრალოდ პატივისცემა გვინდა. ეს რამეს გახსენებთ? გულისხმობ, ეს ძალიან ნაცნობად ჟღერს. ძალიან ნაცნობად ჩემთვის. და აი რას ამბობს დენი თუ როგორ ხდება ეს? მინდა დავბრუნდე მამდანის საკითხზე, რადგან მკითხეთ, ის ჯერ ისლამს ანიჭებს უპირატესობას თუ კომუნიზმს. ანუ არის თუ არა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს. რომელიც უბრალოდ ისლამთან აიგივებს თავს, მაგრამ პირველ რიგში კომუნისტია. თუ ეს ასეა, მაშინ ის არ დაატენებდა წინ ისლამურ ელემენტებს ამ განტოლებაში, ამ ალიანსში. ის კონცენტრირებას მოახდენდა კომუნიზმზე, ხოლო მუსლიმანად თავის წარმოჩენით მუსლიმთა ხმების მოპოვებას ეცდებოდა. მაგრამ მისი ქმედებების დაკვირვებით და თითქმის 1 წლის განმავლობაში მის თვალყურის დევნებით ხედავ, რომ ეს ასე არ არის. ჰამასის დაცვა, ისრაელისადმი სიძულვილი, მისი პოლიტიკა, ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე ნიშნავს. მეუბნება, რომ ისიც ნამდვილი მუსლიმია და ერთგული მუსლიმია. ეხლა შეიძლება იკითხოთ, როგორ ხდება, რომ მუსლიმი ავითარებს ყველა ამ დღის წესრიგს, რომელიც ისლამს ეწინააღმდეგება, მაგალითად, ჰომოსექსუალობასა და აბორტს. გეტყვით, რომ ყველაფერი, რაც ალლაჰის საქმეს წაადგება, ამართლებს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც განახორციელებთ. მართალია. რას ნიშნავს ეს? თუმაც ძალიან მარტივად იციან, რომ ამ სულელური დღის წესრიგების წინ წაწევით შეუძლიათ ძალაუფლებაში მოიყვანონ სულელი ადამიანები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემენ უბრალოდ გაიზარდონ. მაშინ ეს გამართლებულია. ვინ ზრუნავს ამაზე? უბრალოდ ცოტა დრო მიეცით და ცხადია ეს მოიშორებს ქვიარებს და აბორტებიც აღარ იქნება. მაგრამ ეს არასდროს მოხდება და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მხოლოდ მოკლევადიანი თამაშია. თუ უბრალოდ ვიტყვით, მოდი გამოვიყენოთ ეს სასარგებლო იდიოტები და მივაღებინოთ ხმა ჩვენთვის, რადგან ვიყენებთ მათ სულელურ სიტყვებს, რომელთაც რა თქმა უნდა თავად არ უჯერებთ, მაშინ მშვენიერია. მოდი ასე მოვიქცეთ, რადგან ეს ალლაჰის სამყაროს უფრო ახლოს, სწრაფად, უკეთესად და ეფექტურად მოგვიტანს. ის, რა თქმა უნდა, ეხება იმ თემას, რომელზეც ამ კონტექსტში ყველამ უნდა ვისაუბროთ. თუ ფიქრობთ, რომ ისრაელი ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრ ფულსა და სისხლს უჯდება, რადგან ჩვენ ისრაელის ომში ვიბრძვით, თქვენთვის ერთი გზავნილი მაქვს.
შენ იდიოტი ხარ. ისრაელი ომს ებრძვის, რომელსაც საბოლოოდ თქვენც იბრძოლებთ, მოგწონთ ეს თუ არა. იმიტომ რომ ისრაელის სიმბოლოა და ჩვენ ყველანი ისრაელი ვართ, მაგრამ თქვენ ამას ჯერ ვერ ხედავთ. ისრაელზე თავდასხმა ხდება არა იმის გამო, რასაც ისრაელი აკეთებს, არამედ იმის გამო თუ ვინ არის ისრაელი. ეს გამოფიტვის ომი და ისრაელის თვითდაცვა, რომელსაც გენოციდად წარმოაჩენენ, არის საშუალება, რომ იგივე იდეოლოგია, რომელმაც ისრაელი 80 წლის განმავლობაში ომში ჩააბა, დასავლეთში ფარულად შეაპარო. მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის მიზანია ისლამური ჯიჰადის სხვა სახელებით გადაფუთვა. ისლამური ჯიჰადი, ექსპანსიონისტური დამპყრობელი ისლამური ჯიჰადი ამერიკელ ხალხს მიყიდება როგორც გათავისუფლების მოძრაობები, იმპერიალიზმზე პასუხი, წინააღმდეგობა და ეს არის 50 წლიანი ინდოქტრინაციის შედეგი. დიახ ბატონო. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ისრაელი ყველაფერი ერთმანეთთან მართლა არის დაკავშირებული და ჩემთვის უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ხალხი ჯერ კიდევ ვერ ერკვევა ამ ყველაფერში. ისა მიზეზი, რის გამოც ფიქრობ, რომ ისრაელი იმას არ აკეთებს, რაც უნდა აკეთებდეს, ისაა, რომ მათ შენს ტვინში ჩაგინერგეს ეს აზრი. შენ მოგიწევს იმ პრობლემასთან გამკლავება, რასთანაც ისრაელი გამკლავებას ცდილობს. ისლამისტები, რომლებსაც არ მოსწონთ შენი მსოფლმხედველობა, არ მოსწონთ შენი თავისუფლება და არ მოსწონთ შენი ღირებულებები. ამიტომაც გესხმიან თავს. გეცნობა ეს ყველაფერი. ვინც არ უნდა იყოს, ვისაც არ მოსწონს ისლამის იდეა, სამწუხაროდ მათთვის, თუნდაც ეს თავად არ ესმოდეთ, ისრაელის მხარეს დგანან. მაგრამ ამას დრო დასჭირდება, ეს ნორმალურია. ეს ამ ვიდეოს მთავარი აზრი არ არის. მთავარი ისაა, რომ ხალხმა უნდა გაიგოს, როგორ ცდილობს ისლამი დაპყრობას. ეს ძალიან დახვეწილია, ჭკვიანურად კეთდება და გონივრულია. და ეს მუშაობს. თუ რეალურად არ შევამჩნიეთ რა ხდება. დანი ბურმავი სხვათა შორის ძალიან კარგ ვიდეოს აკეთებს, სადაც ხსნის რა ხდება კანადაში. მოდით ვნახოთ ეს, პა და პარა. გამარჯობა ყველას. ეს არის დანი ბურმავი. დაუშვათ კანადას სურს შეერთებულ შტატებში შეჭრა და ქვეყნის დაკავება. ამერიკელები მაშინვე მიხვდებოდნენ ატო, იმიტომ რომ კანადა არის სახელმწიფო და ის გადმოდის საზღვარზე ჯარებით, ტანკებით, იარაღით და მოდის დასაკავებლად. ეხლა, როცა ფიქრობთ, რომ სახელმწიფო არის ტერიტორიული ერთეული, რეაგირებთ, ხო ესეა? იმიტომ რომ ეს არის დასავლეთში შეთანხმებული განსაზღვრება. ეხლა, რაც დასავლეთში ბევრმა არ იცის, არის ის, რომ სახელმწიფოს განსაზღვრება ისლამში იგივე არ არის. სახელმწიფო ისლამში არის საზოგადოება, უმა, ხალხი. და ამ სახელმწიფოს საზღვრები არ აქვს. ის ყოველთვის ფართოვდება, მას აქვს ფრონტირი. ეხლა, თუ ეს სახელმწიფო თქვენს ქვეყანას იკავებს, თქვენ ამას ვერ გაიგებთ. რატო? იმიტომ რომ თქვენ პოლიტიკურ იდენტობას რელიგიურ იდენტობაში ურევთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ისლამი რელიგიაა, მაშინ როცა სინამდვილეში ისლამი სახელმწიფოა. მას აქვს კონსტიტუცია, რომელსაც შარიათის კანონი ქვია, მას აქვს საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ჯიჰადის დოქტრინა ეწოდება, მას ყავს მოქალაქეები, მუსლიმები. ეხლა, როდესაც ისლამის სახელმწიფო იკავებს თქვენს მიწას, თქვენ ამას ვერ გაიგებთ. თქვენ არ მოახდენთ რეაგირებას, რადგან ეს რელიგია. მაგრამ ისაც არ იცით არის ის, რომ ისლამში ალბათ მხოლოდ 10% არის რელიგიური შინაარსის. ასე რომ ისლამის სახელმწიფოს მოქალაქეები მისდევენ რელიგიას, ისლამის სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიას. მაგრამ ისლამი მხოლოდ რელიგია არ არის. თუ ამ შეცდომას დაუშვებ, ისე დაგიფხრობენ, ვერც კი გაიგებ. ყოველ შემთხვევაში. კარგ დღეს გისურვებ. ხო, ისა გიპყრობენ, ვერც კი ამჩნევ. კარგ დღეს გისურვებ. სულ მცირე, ჩვენ მაინც ვაცნობიერებთ. სულ მცირე, ჩვენ მაინც ვხედავთ რა ხდება ზურფასო, ხო ასეა? შენ და მე ჩვენ ნათლად ვხედავთ, ზუსტად ვიცით რა ხდება და აღარ ვეგებით ამას. აფხრობა უკვე აქ არის და ჩვენ წინააღმდეგობას გაუწევთ. წინააღმდეგობის ერთგულო წევრებო, მადლობა ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის.